ვატებს თავაზობს. არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებით ცენტრალურ საარჩევნო ადმინისტრაციაში დამატებითი განმარტებები გაკეთა. საარჩევნო ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ CSKOM გადაწყვეტილება კანონის სრული დაცვით მიიღო. ეკო მაღრაძეა პირდაპირ ეთერში. ეკო, უფრო კონკრეტულად რა განმარტება გაკეთა დღეს CSKO-ში? ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში განმარტეს, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დროს საარჩევნო ადმინისტრაციას არ აქვს უფლება, რომ მთელი საქართველოს მასშტაბით შემაჯამებელი ოქმი მოამზადოს. როგორც CSKO-ს თავმჯდომარის მოადგილემ განაცხადა, ეს ხდება მხოლოდ თბილისის შემთხვევაში, რეგიონების მიხედვით კი შემაჯამებელ ოქმებს ადგენენ შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიები. CSKO-ს თავმჯდომარის მოადგილე აცხადებს, რომ საარჩევნო ადმინისტრაციას ჰქონდა უფლებამოსილება ვადების გათვალისწინებით, რომ გუშინ გამოეცხადებინა არჩევნების მეორე ტურის თარიღი. საქართველოს საარჩევნო კოდექსის თანახმად, ყველა სასამართლო დავის ამოწურვის შემდეგ ცენტრალური საარჩევნო კომისია ნიშნავს საჭიროების შემთხვევაში არჩევნების მეორე ტურს. ყველა სასამართლო დავა დაკავშირებული არჩევნების პროპორციულ, მაჟორიტარულ თუ მერის თუ გამგებლის ნაწილში დასრულდა გუშინ. შესაბამისად, ცენტრალური საარჩევნო კომისია უფლებამოსილი იყო საკუთარ სხდომაზე დაენიშნა არჩევნების მეორე ტური. რაც შეეხება დადგენილებას, დადგენილება გახლავთ ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ მიღებული, იქ იმპერატიულად არ არის განსაზღვრული 10 დღე, ეს იყო მხოლოდ და მხოლოდ წინასწარი სურვილი ცენტრალური საარჩევნო კომისიის. არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მერობის კანდიდატმა ნიკა მელია. CSKO-ს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას პოლიტიკურს უწოდებს და აცხადებს, რომ ეს უკავშირდება იმას, რომ მისმა კონკურენტმა მმართველი გუნდიდან თავი არიდოს მასთან დებატებს, ასევე პოლიტიკურ პარტიებს არ მიეცეს წინასაარჩევნო კამპანიის ჩატარების საშუალება. განცხადებები გააკეთეს ასევე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა და შეფასება გააკეთა ასევე ბურჯანაძე ერთიანი ოპოზიციაშიც. მოულოდნელი არ იყო, მაგრამ ძალიან ბევრს იყო მოულოდნელი, რომ ეს უჩუმრად, აბსოლუტურად არარაციონალურად, მინიმუმ 10 დღე მაინც უნდა მიეცათ დადგენილების და თანახმად დრო სუბიექტებისთვის. ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც ჩემის აზრით, ესე ადრე ჩაინიშნა თარიღი, ერთ-ერთი არის, რომ რამენაერად აერიდებიათ ბატონი ნარმანია ჩემთან დებატებისაგან. ჩვენ ამ არჩევნებისთვის დიდი ხანია ვემზადებოდით და რაც შეეხება მომზადებას, თუ ჩვენ მომზადებოდით, მმართველი პარტიას უფრო მეტად მომზადებოდა და უფრო მეტი ბერკეტი აქვს, მას უფრო მეტი ფინანსები აქვს, რაც კიდეც გამოჩნდა, რომ უფრო სერიოზულად მომზადებულიყო. ამიტომაც ჩვენ ვერ ხედავთ ამაში დიდ პრობლემას და სწორედაც მიგვაჩნია, რომ სწორედ 12-ში იმ რაიონებში, სადაც ჩვენ წარმოდგენილება ჩვენი გამარჯვებით დამთავრდება. არჩევნების გამოცხადებით კანონმდებლობა არ დარღვეულა, იმიტომ რომ მერების და გამგებლების შედეგები შეჭამდა საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ შემაჯამებელი ოქმები და მათი გასაჩივრების ვადაც გასული იყო. თუმცა CSKO-ს ჰქონდა შესაძლებლობა ის 2 კვირის ფარგლებში დაენიშნა და ვფიქრობ, რომ მათ ყველაზე ასე ვთქვათ ადრე დანიშნას მაქსიმალურად, რაც იყო შესაძლებელი. ჩვენთვისაც და დარწმუნებული ვარ, პარტიებისთვისაც მნიშვნელოვანი იყო, რომ მათ მისცემოდა ცოტა უფრო მეტი დრო იმისთვის, რომ სათანადოდ მომზადებულიყვნენ მეორე ტურისთვის. არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებით შეფასებები გააკეთეს მინისტრთა კაბინეტის წევრებმაც. ჩათვალა 12 ივლისს უნდა იყოს არჩევნები, მე რა უფლება მაქვს ეს თარიღი არ მომწონდეს ან არ მომწონდეს. რაც მალე შედგება მეორე ტური, რა თქმა უნდა, კარგი. ხელისუფლება მზად არის იმისთვის, რომ ვიხდებათ შორისი კომისიის ფარგლებში, სადაც სხვადასხვა სულ ცოტა და ცოტა საჩივარი შემოდის დროსთან ერთად, თუ სხვა სამინისტროები, ვისაც ეს ეხება, რომ უზრუნველყოს საზოგადოებრივი წესრიგი. გასაკვირველია, მე დარწმუნებული ვარ ქართული ოცნების კანდიდატის გამარჯვებაში. მას ძალიან დიდი უპირატესობა ჰქონდა პირველ ტურში და დარწმუნებული ვარ მეორე ტურშიც გაიზრდება. მე აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ მეორე ტურიც ჩაივლის ისეთივე მაღალ სტანდარტზე, როგორც ჩაიარა პირველმა ტურმა და თუ კი რაიმე წვრილმანი დარღვევა სადმე რაღაცა დაფიქსირდა, ისიც იქნება ისევე დროულად გამოძიებული, როგორც იყო პირველი ტურის შემთხვევაში. არჩევნების მეორე ტური 12 ივლისს გაიმართება. ამის შესახებ CSKO-მ გადაწყვეტილება გუშინ საარჩევნო ადმინისტრაციის წევრების ხმათა უმრავლესობით მიიღო. პალუთვის ეკო მაღრაძე იყო.